პირველი უდიდესი marketplace. ერთ დღეში შეუძლიათ რომ გქონდეთ საკუთარი e-commerce. მარიშა, გამარჯობა. დღეს ძალიან საინტერესო ამბავზე ვარ შეკრებილები. როგორც ვიცი, ექსტრა გახდა საქართველოში ყველაზე დიდი marketplace და ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რო აუხსნა რას ნიშნავს ყველაზე დიდი marketplace. გამარჯობა აკო, მიხარია რომ ეხლა ამ ამბავს ყვებით საერთოდ. ექსტრა არის ციფრული პლატფორმა, სადაც მაღაზიები და მომხმარებლები ერთმანეთს უკავშირდებიან. ასევე აი რო წარმოიდგინოთ ციფრული მოლი, ასე ვთქვათ, მომხმარებელს აღარ უწევს რომ ფიზიკურ მაღაზიებში იაროს, გადაამოწმოს ფასები, ხარისხი, პირობები და ასე შემდეგ. უბრალოდ ერთ სივრცეში, ანუ ექსტრას ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში, მას შეუძლია რომ მისთვის საუკეთესო ვერსია იპოვოს. Marketplace-ობა ზუსტად მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ პროდუქტთან აქვს შეხების შანსი და საუკეთესო ვერსიის არჩევის საშუალება. თავარი სიახლე, რაზეც მინდა ვისაუბროთ და რაც განაცხადით ექსტრამ გააკეთა, არის რომ ვარ marketplace, რაღაც იცვლება და ეს ცვლილებაც რო აუხსნათ სინამდვილეში, აი რა იცვლება და ვინ როგორ იხეირებს ამ სიახლით. კარგი, მოდი ავხსნათ მაღაზიების მხარეს რა იცვლება. ანუ მაღაზიების მხარეს იცვლება ესეთი რაღაც, რომ ყველა მაღაზიას, იქნება და საშუალო ბიზნესი, იქნება თუ სტარტაპი, ექნება საკუთარი e-commerce, ასე ვთქვათ. ანუ marketplace-ზე საკუთარი მაღაზია. მომხმარებლებისთვის იცვლება ის, რომ marketplace-სა და ელექტრონულ კომერციაში შორის ყველაზე დიდი სხვაობა არის მაღაზიების რაოდენობა და ის პროდუქტების რაოდენობა, რასაც marketplace-ის თავაზობს, იმიტომ რომ ბევრად მეტი პროდუქტის განთავსება შეუძლიათ მაღაზიებს marketplace-ზე, ვიდრე e-commerce-ზე. შესაბამისად, მომხმარებლისთვის იცვლება ის, რომ უფრო დიდი არჩევანი ჩნდება მის წინ, ანუ ერთ აპლიკაციაში, ერთ სივრცეში, ერთ ვებგვერდზე. შესაბამისად, ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება, რაც მათ შორის ხდება და ასევე დღეიდან უკვე მომხმარებელს შეიძლება პირდაპირ ეკონტაქტოს ექსტრას ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით მაღაზიას. ექსტრამ შექმნა საქართველოში პირველი უდიდესი marketplace. მაინტერესებს თქვენი ხედვა, რა შესაძლებლობებს უქმნით ქართულ ბიზნესს ამ სივრცის შექმნით. ქართულ ბიზნესს პირველ რიგში ვაძლევთ საკუთარი მაღაზიის გაციფრულების საშუალებას. ეს არის პირველი, რასაც ვაკეთებთ. მეორე ვაძლევთ საშუალებას, რომ ადგილი იქონიონ ყველაზე დიდ marketplace-ში. ასევე ვაძლევთ საშუალებას, რომ გაიმარტივონ მარკეტინგული აქტივობები, მიწვდნენ უფრო დიდ აუდიტორიას და თუ დამწყები სტარტაპი არიან, პირველები იყვნენ ბაზარზე, გატესტონეს თავისი პროდუქტი უფრო მარტივად და განვითარდნენ. ჩემი აზრით, marketplace-ი ზოგადად ნებისმიერ ბიზნესისთვის დიდი განვითარების ნაბიჯია, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან კონკურენტულ გარემოში, სადაც ცდილობენ რომ თავისი პროდუქტი უკეთესი გახადონ. სწორედ ამიტომ მგონია რომ marketplace-ი ყველანაირი ზომის ბიზნესისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. რას ეტყოდით ბიზნესებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უნდათ ქონოდათ საკუთარი ონლაინ მაღაზია და არ ქონდათ არასდროს, უწევდათ რაღაც სხვადასხვა სოციალური ქსელის inbox-ში მოეგროვებინათ შეკვეთა, ხელით ამოეწერათ მისამართები, რა იცვლება ექსტრას ამ დიდი სიახლის შემდეგ მათთვის? მათ ერთ დღეში შეუძლიათ რომ ქონდეთ საკუთარი e-commerce, ანუ საკუთარი ონლაინ მაღაზია. შესაბამისად, მგონია რომ ეს ერთ-ერთი კარგი შანსია იმისთვის, რომ ერთ-ერთი და ერთი თუ არა დამატებითი გაყიდვის არხი იქონიონ. რას ნიშნავს ბიზნესისთვის, როდესაც ექსტრაზე აქვს საკუთარი ონლაინ მაღაზია? როდესაც ბიზნეს ექსტრაზე აქვს საკუთარი ონლაინ მაღაზია, საზღვრები მისთვის არ არსებობს საქართველოს მასშტაბით და შეუძლია 3 მილიონი ადამიანს მიყიდოს თავისი პროდუქცია საქართველოს ნებისმიერ წერტილში. როდესაც საუბრობთ marketplace-ზე, ყველაზე დიდი marketplace-ი მსოფლიოში არის Amazon-ი და მაინტერესებს რა მსგავსება არის Amazon-სა და ექსტრას შორის. ზოგადად ძალიან მიხარია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ დიდი მსგავსება არის ბიზნეს მოდელი, რაც უკვე დღეს ექსტრას აქვს და Amazon-ს აქვს უკვე ძალიან ბევრი წელია. განსხვავება არის ის, რომ Amazon-ი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს, ჩვენ კი დღეს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი ფარგლებს გარეთაც გავა. ასევე მგონია, რომ ექსტრა დღეს, რადგან უკვე marketplace-ად იქცა და Amazon-ის ბიზნეს მოდელზე გადავიდა, ყველაზე დიდი მხარდამჭერი იქნება ქართული სტარტაპების და ქართული ბიზნესის. რადგან როგორც ჩვენ, რადგან ვართ ქართული marketplace-ი, გვჯერა და გვწამს, რომ marketplace შეუძლია ბიზნესს მისცეს ახალი შესაძლებლობები, თუ ის დღეს იწყებს ოპერირებას, ერთ დღეში მისცეს საშუალება, რომ ქონდეს საკუთარი ელექტრონული კომერციის პლატფორმა და თუ უკვე გაშვებულია ბაზარზე, მას მისცეს ახალი შესაძლებლობა, ანუ ახალი გაყიდვის არხი.
ექსტრა ახალ მოგზაურობას იწყებს, წარმატებები ექსტრას და ყველაფერი უკვე გვეგულება ექსტრაზე. ახალ marketplace-ზე.